16 მაისი არის ახალმთვარეობა კუროში და ეს არის ძალიან ძლიერი ახალმთვარეობა, ვინაიდან მთვარე კუროში ისედაც ითვლება ძლიერ მთვარის მდებარეობად. შესაბამისად, ახალმთვარეობა 16 მაისს კუროში გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ. რატო ვამბობთ ახლა ამას? პირველ რიგში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მთვარე ეგზალტირებს კუროში, რაც ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ როდესაც გვაქვს ხოლმე მთვარე კუროში და ახალმთვარეობა კუროში, ეს არის ყოველთვის ისეთი ძლიერი პერიოდი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ მთვარის ენერგიებთან, ხო? მოგეხსენებათ, რომ მთვარეს აქვს ძალიან ისეთი მისტიური ეგრეგორი და მის ენერგიებთან ბევრი ადამიანი მუშაობს. მე გირჩევთ, რომ იმუშაოთ ახლა თქვენს წინსვლაზე, სულიერ ზრდაზე, დამიწებულობაზე, იმიტომ რომ თვითონ ეს მზედამთვარე ორივე რომ დგება კუროში და გვაქვს ახალმთვარეობა კუროში, ეს არის დამიწების და სტაბილურობის ენერგიები და ამავდროულად გვაძლევს საშუალებას ახალმთვარეობა კუროში, რომ ჩვენი ფინანსური პრობლემებით მოვიგვაროთ, ხო, მთელი წლის განმავლობაში. ხა რას გულისხმობ ამაში, ხო? ამაში გულისხმობთ იმას, რომ ვინაიდან მასალურ რესურსებს გულისხმობს კუროს ნიშანი ზოგადად, ხო, ასტროლოგიაში ეს არის მასალური რესურსები, რაღაცის ფლობა, ხო, მასალურ სამყაროში, რეალურად დამიწებულობა, სტაბილურობა. გვაქვს საშუალება ამ ახალმთვარეობაზე, რომ ჩვენ, ესე იგი, ყველანაირი ჩვენი რაც არის პრობლემა ფინანსური მოვაგვაროთ.